ცნობილი ქართული მიუზიკლის 20 წლის იუბილე ბათუმში მუსიკისა და კულტურის ცენტრში ვერისუბნის მელოდიების თანამედროვე ინტერპრეტაციის სასცენო ვერსიამ სრული ანშლაგი ჩაიარა. გრანდიოზული შოუს ანახავდა და ქართველი ვარსკვლავების შესრულების მოსასმენად პრემიერაზე მსმენელმა საღამოს 8 საათიდან დაიწყო შეკრება. ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის სცენაზე ვერისუბნის ამბები 1000 კაციანი აუდიტორიის წინაშე გუშინ საღამოს 8 საათზე გაცოცხლდა. ზღვისპირა ქალაქის ბენზეს უბანში მიუზიკლის მოსასმენად მისულმა მაყურებელმა თავის სრულიად განსხვავებულ სამყაროში ამოყო. თავზე აფრიკული თავსამკაულით და ტანზე გასული საუკუნისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით სცენაზე ვერისუბნის მრეცხავები გამოიშალნენ. მიუზიკლის დამდგმელმა ქორეოგრაფმა რედა ბენტიფორმა თავისი ფრანგი ქორეოგრაფებითა და არგენტინელი სცენოგრაფით საათსა და 45 წუთში გიორგი შენგელაიას კლასიკად აღიარებული მიუზიკლის თანამედროვე ვერსია წარმოადგინა. გიორგი ცაბაძის უკდავი მელოდიები ნიკოლოზ რაჭოლმა გაათანამედროვა. მიუზიკლში მთავარი პარტიები სოფო ნიჟარაძემ და ნოდიკო ტატიშვილმა მოირგეს. ერთადერთი დასის წევრი, რომელმაც ძველი ვერისუბნის მელოდიებიდან ახალში გამოისერნა, ბუბა კიკაბიძე იყო. მე ხომ შენი ლანდი ვარ შესყვალდა კვალა დავდივა სპეცეფექტები და საჰაერო შოუები, სცენაზე მოცეკვავე და მის თავზე მფრინავი არტისტები მიუზიკლის ვიზუალური ეფექტის მთავარი ნაწილი იყო. გათანამედროვებული ვერისუბნის მელოდიები პუბლიკამ პრაშით მიიღო. ვერისუბნის მელოდიების საპრემიერო ჩვენებას ქვეყნის პირველი პირი დაესწრო. ჩემთვის ალბათ როგორც მომღერლისთვის და მსახიობისთვის მთავარია ყოველთვის სპექტაკლის შემდეგ როგორი ემოციები აქვს ხალხს და როდესაც დავინახე რომ მართლა რაღაც თვალები ჰქონდათ ანთებული მაყურებლებს ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული იყო. მე ერთადერთი მაყურებლის რეაქცია ხვდებოდი რომ ყველაფერი მიდიოდა ძალიან კარგად და ყოველთვის ჩვენ ვინ სცენაზე გავართ იმ მუხს გვაძლევს ხოლმე მაყურებელი იმ შეფასებას იძლევა მაყურებელი აქედან გამომდინარე მხოლოდ ამით შემიძლია ვიმჯერდო რომ ყველაფერი იყო კარგად და მე ძალიან მიხარია. დასასრული საკმაოდ ემოციური იყო, როცა ხედავ პუბლიკას მათ შეფასებას და დადებით რეაქციებს, ეს ძალიან სასიამოვნოა. რთულია პროგნოზირება იმისა, თუ როგორ მიიღებს მსმენელი შენს ნამუშევარს. დღევანდელი პრემიერა მათ ძალიან თბილად შეაფასეს. როდესაც ამოვედი სცენაზე და უყურებდი ანთებულ დარბას ესეთი ოვაციებით, სულ ფიქრობდი, რომ თუ ეს სინამდვილეა და არ მეჩვენება, ესე იგი ყველაზე ბედნიერი ვარ დღეს მე როგორც ამ სპექტაკლის ერთ-ერთი თანამონაწილე. ეს სხვა რამე ახლა. აქ არის გაკეთებული თანამედროვე მიუზიკლი რიმეიკი იმ თემაზე და მე მგონი სწორედ გააკეთეს, რომ ესე გააკეთეს, ესე გადაწყვიტეს. ნებისმიერ სცენაში შეიძლება სპექტაკლში. ნებისმიერ ქვეყანაში. მე მინახე ახლა სხვა მიუზიკლები და არავის არ ჩამოვარდა. მიუზიკლის თანამედროვე გადაწყვეტა წარმატებული რომ გამოვიდა, ამაზე წარმოდგენის დასრულების შემდეგ ბათუმის კულტურისა და მუსიკის ცენტრში შეკრებილმა მსმენელებმაც ბევრი ისაუბრეს. ეს არის ფაქტიურად ერთგვარი რიმეიკი და თან არც არის თლათ არაფრის რიმეიკი. ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ვერისუბნის მელოდიების, რომელიც ფილმი იყო, ეს ბუნებრივია თეატრალურ მუსიკალურ ბალეტის ჟანრში ძნელი გადასაწყვეტი იყო და მე მგონი თავი გაართვა რეჟისორმა. ძალიან საინტერესო ვერსიაა, ძალიან კარგები არიან ბავშვები, ძალიან ბევრია ნამუშევარი ეთქობა განსაკუთრებით პლასტიკაზე. ძალიან საინტერესოა დღევანდელ დღესთან მიბმა. თავისი მთლიანობაში ძალიან მომწონდა. ფარეო პროსტა ძალიან ლამაზი ნომერი იყო. მე ვთვლი რომ სწორი არის ის რომ ადამიანებს ამ ახალგაზრდა ადამიანებს არ აქვთ ის შიში რომ თუნდაც აიღონ ესეთი შედევრები მიუხედავად რომ ყველა ძალიან უყვარს ეს ნაწარმოები და მათთვის ძალიან ფაქიზად ხელშესახებია მაინც. ვერისუბნის მელოდიების ჩვენება ბათუმის კულტურისა და მუსიკის ცენტრში კიდევ 10 ჯერ გაიმართება. თბილისელ მაყურებელს კი ბედის ბორბალი ძველ ვერისუბანში სექტემბერში დააბრუნებს. მიუზიკლის თბილისურ პრემიერას 28, 29, 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს.